იგავი დამარხულ ტალანტზე. იგავი მოგვითხრობს ბატონზე, რომელიც სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და გამგზავრებამდე თავის სამ მონას, ქონებას ანუ ტალანტებსანდობს. მან თითოეულს მისი უნარის შესაბამისად მისცა, ერთს 5 ტალანტი, მეორეს 2, ხოლო მესამეს 1 ტალანტი. პირველმა ორმა მონამ მაშინვე დაიწყო ვაჭრობა და გააორმაგა თავისი ქონება. 5 ტალანტის მქონემ კიდევ 5 მოიგო, ხოლო 2-ის მქონემ კიდევ 2. მესამე მონას კი შეეშინდა, წავიდა მიწაში დაფარა ბატონის ვერცხლი და უმოქმედოდ დაელოდა მის დაბრუნებას. დიდი ხნის შემდეგ ბატონი დაბრუნდა და მონებს ანგარიში მოსთხოვა. პირველ ორ მონას ბატონმა შეაქო ერთგულებისა და შრომისთვის, უწოდა მათ კეთილი და ერთგული მონები და მეტი ქონება მიანდო. მესამე მონამ კი მივიდა და უთხრა ბატონს, რომ იცოდა მისი სიმკაცრის შესახებ, შეეშინდა და ამიტომ ტალანტი მიწაში დამარხა. ახლა კი უბრუნებს მას. განრისხებულმა ბატონმა მას ბოროტი და ზარმაცი მონა უწოდა, რადგან ტალანტი არ გამოიყენა და უსაყვედურა უმოქმედობისთვის. ბოლოს ბატონმა უბრძანა, რომ წაერთმიათ მისთვის ის 1 ტალანტიც და მიეცათ იმისთვის, ვისაც უკვე 10 ჰქონდა, რადგან ვინც იყენებს თავისას, მას მეტი მიეცემა, ხოლო ვინც არა, მას ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ჩვენ ადამიანებს მოგვეცა იმისი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად გამოვიყენოთ და გავამრავლოთ ჩვენი ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები. არანაირ სიზარმაცეს, უმოქმედობას ან შიშს არ მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენი ღვთისგამბოძებული ნიჭი გააქროს. ეს ნიშნავს, რომ გამოყენებული ნიჭი იზრდება, ხოლო გამოუყენებელი ქრება. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.